ბელარუსული მედია ძალიან აქტიურად წერს გუშინდელი შეხვედრის შესახებ და მათ შორის საუბარია იმაზეც, რომ ამ შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხით და ეს ჩანაწერი განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იქცევს იმ ფონზე, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს არსებობდა ეჭვები იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმის წვრთნები გავლილი ჰქონდა ბელარუს ინსტრუქტორებთან და ამ მხრივ არსებობს ძალიან ბევრი კითხვები და ამ კითხვებს თავად პასუხობენ ბელარუსი აქტივისტები, ადამიანები, ვინც საკუთარი ქვეყნიდან იძულებით ემიგრაციაში არიან წასული, სწორედ იმის გამო თუ როგორ უსწორდებიან ბელარუსში მოქალაქეებს განსხვავებულ აზრს. ბელარუსი ძალოვანები, ისინი გვიყვებიან დეტალურად რა გამოიარეს მათ და რა გამოატარეს მათ ბელარუსმა ძალოვანებმა და განსაკუთრებით საუბრობენ დმიტრი ჰარასის პასუხისმგებლობაზე, სწორედ იმ პოლიტიკური მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობაზე, ვისაც გელა გელაძე ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა. It was the most massive and most brutal 2020 წლიდან ჩვენ თვალს ვადევნებთ ყველაზე ბრუტალურ და მასობრივ ძალადობას ჩვენი ძალოვანების მხრიდან. იყო მასობრივი წამების ფაქტებიც. ადამიანებს კლავდნენ ქუჩებში, სპეციალურ ვაგონებში, ხალხს ფიზიკურად და მორალურად ანადგურებდნენ. ჩემთვის ამის გახსენებაც კი უდიდეს ტკივილს იწვევს. ჩვენთან ძალოვანებს გესტაფოს უწოდებთ, ისე გვექცეოდნენ. ეს მეტაფორა ალბათ ხალხს კარგად დაანახებს რა გამოვიარეთ. უკლებლიურ ყველას იჭერდნენ და თუ ვინმეს ათავისუფლებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ფიზიკურად ადგილები აღარ ჰქონდა ციხეებში. ეს ყველაფერი ჯოჯოხეთს გავდა. ამ სისასტიკის მოწყობაში კი თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს დიმიტრი ჰარას. ჰარასის კომიტეტმა ჩემი მშობლების წინააღმდეგაც შეთხზა საქმე. მათ მინსკში ჩემი ცხოვრება შეუძლებელი გახადეს. ხედავ, რომ ქართული სპეცრაზმი ბელარუსში მოქმედი ძალოვანების ანალოგია. საერთო მათში ბევრია, მაგალითად, როდესაც იმ მოქალაქეებზე ხდება თავდასხმა, რომლებიც გარბიან. რუსეთშიც იგივე ხდება, როდესაც ადამიანი გარბის მეტროში სპეცრაზმელი მას მისდევს. ბელარუსში კი აჩერებდნენ მანქანებს, ლეწავდნენ მინებს, გადმოყავდათ ადამიანები ავტომობილებიდან და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ბელარუსში გირტყამენ ისე, რომ ძალიან მტკივნეული იყოს. მათ ასე წვრთნიან, რომ ადამიანები აუცილებლად უნდა დატანჯონ. საქართველოშიც ეგრევე სახიდან იწყებდნენ დაზიანების მოყენებას. ის ფაქტი, რომ სამარშრუტო ტაქსებში უსწორდებოდნენ ფიზიკურად დემონსტრანტებს, ბელარუსის ანალოგია. მაგალითად, ერთ-ერთი ბელარუსელი ჟურნალისტი ავტობუსში შეიყვანეს და სასტიკად გაუსწორდნენ. ეს სპეციალურად გააკეთეს, რომ მაქსიმალურად შიშის დონე აეწიათ საზოგადოებაში. ლუკაშენკოს სანქცირებულ მაღალჩინოსანთან შეხვედრის შესახებ კი შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაცია საჯაროდ ამ დრომდე არ ავრცელებს. ჩვენთან მხოლოდ მცირე განმარტებით შემოიფარგლა გელა გელაძის უწყება და გვითხრეს, რომ ეს იყო არაფორმალური შეხვედრა და მხოლოდ ამის გამო ისინი არასაჯაროვებენ ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას. საინტერესო იყო ის საკითხები, რაზეც იმსჯელეს დახურულ შეხვედრაზე, როგორც თავად გვეუბნებიან არაფორმალურ შეხვედრაზე და მათ შორის ლუკაშენკოს სანქცირებულ თან გელა გელაძემ ისაუბრა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობაზე. გელა გელაძის სკანდალის შესახებ თათია წოწონავას რეპორტაჟს პირველებში 8-ზე უნდა დაელოდოთ.